ამ ვირუსმა შესაძლოა გაგვანადგუროს. შინაური ცხოველების ვირუსული დაავადება, ეგრეთ წოდებული თურქული, წლის დასაწყისიდან ჯერ გერმანიაში გავრცელდა და სულ ცოტა ხნის წინ ამ ინფექციამ სლოვაკეთშიც იფეთქა. საინტერესოა, რამდენად მომზადებული ევროკავშირი, რათა დაამარცხოს ეს უკიდურესად გადამდები ვირუსი, რომელიც პირდაპირ მუსრს სწავლებს საქონლის ზოგიერთ ფერმას. თურქული ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ვრცელდება მსხვილფეხა საქონელზე, ცხვარზე, თხასა და ღორზე. ეს დაავადება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ დაავადებული საქონელი ძლიერი ტკივილით იტანჯება და მცირე რაოდენობით იძლევა რცესაც და ხორცსაც. შინაური ცხოველების უმეტესობა ინფექციისგან ჯანმრთელდება, მაგრამ ამ უაღრესად გადამდები ვირუსს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ატარებს. ამიტომ ვირუსის კერის შესაკავებლად აუცილებელია კარანტინი და როგორც დაინფიცირებული, ისე ჯანმრთელი ცხოველის დაკვრა. ევროპას ვირუსის შეკავების დასარეგულირებლად საკმაოდ ფართო საკანონმდებლო ჩარჩო აქვს, რომელიც მოიცავს საეჭვო საქონლისა და მისგან მიღებული ნაწარმის გაყიდვის შეზღუდვას. ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა ვალდებულია ჰქონდეს სათადარიგო გეგმა. სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილმა ლაბორატორიებმა უნდა ითანამშრომლონ ევროკავშირის საცნობარო ლაბორატორიასთან, რათა ექსპერტებმა შეძლონ დახმარება და ვირუსის აფეთქების თითოეული კერისთვის ყველაზე მართებული გადაუდებელი ზომები განსაზღვრონ. ცხოველების დახოცვა და სავაჭრო შეზღუდვები ხშირად მძიმე ეკონომიკურ დარტყმას აყენებს მთელ ფერმერულ სექტორს. დაზარალებულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ევროკავშირის საკომპენსაციო ფონდებიდან დახმარება ითხოვონ მას შემდეგ, რაც დათვლიან სრულ ზარალს, რომელიც მიადგა ფერმებსა და მიწოდების ჯაჭვს. Aquí en Eslovaquia el virus ha sido აქ სლოვაკეთში ინფექცია თურქული სულ მცირე 6 ფერმაში უკვე აღმოაჩინეს და დაახლოებით 6-7 სული ცხოველი დაკლის ამ დრომდე. ასობით ფერმას ერთ მათგანს ჩემ უკან კადრშიც ხედავთ. ზედამხედველობას უწევენ და ყველგან სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. აი ასეთ დღეშია ვირუსის აფეთქებით დაზარალებული მესაქონლეობის სექტორი, რომელიც ვირუსის გავრცელებისა და პასუხის მოლოდინშია. y a la espera de respuestas. დაინფიცირებული პერიმეტრის გარეთ მდებარე ეს რძის ფერმა ჯერჯერობით გადაურჩა დაავადებას, თუმცა თუ ფერმაში ერთი შემთხვევა მაინც დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ იქ მყოფი 6,000-ივე პირუტყვი დაიღუპება, მათ შორის 3,000 მეწველი ძროხაც. ფერმასთან მისვლა შეზღუდულია. ფერმაში შემოვალ მუშებს და ტრანსპორტს ზედმიწევნით დეზინფექციას უტარებენ, ამბობს ამ ფერმის მესაკუთრე. სატვირთო მანქანების საბურავებსაც ვასხურებთ ხსნარს. თანამშრომლებმა ფერმაში შესვლისას გამწმენდი ზონა უნდა გაიარონ. ისინი დღეში რამდენჯერმე იღებენ შხაპს. ყოველ წელს ეს ფერმა 35 მილიონ ლიტრ რძეს აწარმოებს. ფერმაში 200 ადამიანია დასაქმებული და ის ძირითადი დამსაქმებელია სლოვაკეთის ამ სოფელში. ძალიან დაძაბულები ვართ. ყოველთვის, როცა ვინმე მირეკავს სხვა ფერმიდან, სიმართლე გითხრათ, სულ ცუდი ამბის გაგებას ველოდებით. ძალიან ცუდად მძინავს. გვადარდებს ჩვენი ბიზნესის ბედი. ფერმა ასევე ფლობს 5,500 ჰექტარ სახნავს სათეს ფართობს, რომელშიც მოჰყავთ მარცვლეული, სოიო და ხორბალი ძირითადად იმისთვის, რომ გამოკვებონ მეწველი ძროხები, რომლებიც ამ აგრობიზნესის ხერხემალს წარმოადგენენ. როგორც თავად ხედავთ, ჩემს უკან ბიოგაზის საწარმო დგას. ის 100%-ით გვამარაგებს ელექტროენერგიით, მაგრამ თუ ფერმა არ გვექნება, ვერ მივაწოდებთ ამ საწარმოს ნედლეულს. იგივე ითქმის იმ ყანაზეც, რომელსაც ირგვლივ ხედავთ. მისთვის საჭირო სასუქს ფერმა გვაძლევს, საქონელი. ეს ფერმა როგორც საოჯახო ბიზნესი 30 წლის წინ დააფუძნა მარტინის მამამ. ისინი შეშფოთებით ადევნებენ თვალს, თუ როგორ გაანადგურა ვირუსმა სხვა ფერმები რეგიონში. ნამდვილად თანამოგრძნობ მათ, ვინც დაზარალდა. ერთ-ერთი დაზარალებული ფერმა ჩვენი მესაქონლეთა ასოციაციის წევრია. ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობთ. წარმომიდგენია, რა ტრაგედია დაატყდათ თავს. მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს იმ ადამიანებთან, რომლებმაც გაზარდეს მთელი ჯოგი და ზრუნავდნენ მასზე. ეს წლების განმავლობაში დიდი შრომის ფასად შეძლეს.
All the farmers are არსებული ვითარება ყველა ფერმერზე აისახა ეკონომიკურად, რადგან უამრავ ფულს ხარჯავენ დეზინფექციაზე და ბიოუსაფრთხოების სხვა ტიპის ზომებზე. ამიტომ პირველ რიგში მთავრობამ უნდა აუნაზღაუროს ზარალი და დაეხმაროს მათ ხარჯის გასტუმრებაში. რაც შეეხება იმ ფერმებს, რომლებშიც საქონლის დახოცვა მოუწიათ, ეს ზარალი ასეთ ფერმებს ძალიან სწრაფად უნდა აუნაზღაურონ, რადგან მთავრობისა და ევროკავშირის დახმარების გარეშე ეს ფერმები ვეღარ შეძლებენ საქმის თავიდან დაწყებას. without help from the government, without help from European Union, these farms wouldn't be able to restart. ინფექცია თურქულის შესაკავებლად ავსტრიასთან და უნგრეთთან ზოგიერთი სასაზღვრო მონაკვეთი ჩაიკეტა. სლოვაკეთის, უნგრეთთან და ჩეხეთთან გამავალი საზღვრის გარკვეული ნაწილი მკაცრად კონტროლდება. მას შემდეგ, რაც კრიზისი დაიწყო, ჩეხეთში მდებარე ლაბორატორია კვირაში ორჯერ იღებს რძის ძინჯებს 57 ფერმიდან, რომლებიც სლოვაკეთის ვირუსით დაზარალებულ ნაწილში მუშაობენ. ასეთი ტიპის ანალიზები აუცილებელია, რათა ინფექცია მთელ ევროკავშირში არ გავრცელდეს. ეს ვირუსი საბედისწეროა ცხოველებისა და ფერმებისთვის, თუმცა როგორც წესი ადამიანზე არ ვრცელდება. დაჟინებით ამტკიცებს ამ ლაბორატორიის დირექტორი. mléko, které prošlo პასტერიზებული რძე და ხორცი, რომელმაც გაიარა დამუშავების პროცესი, განსაკუთრებით თუ მას საბოლოოდ სითბურად დაამუშავებენ, უსაფრთხოა მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის. neohrožuje zdraví konzumentů. მაინც რამდენად კარგად არის მომზადებული ევროპა, რათა აღკვეთოს ვირუსის გავრცელება ერთიანი ბაზრის ღია საზღვრებს შორის. Evropská spolupráce ევროპაში თანამშრომლობა ძალიან მაღალ დონეზეა. არსებობს ძალიან სწრაფი განგაშის სისტემა, რომლის მეშვეობითაც თითოეული წევრი ქვეყნის ვეტერინალური სამსახურის დაუყოვნებლივ იღებს ინფორმაციას. ევროკავშირის ფარგლებში მოქმედებს ერთიანი პრევენციის სტრატეგია, თუმცა თითოეულმა ქვეყანამ მას უნდა მოარგოს თავისი სპეციფიკური მონაცემები, კლიმატი და გეოგრაფიული მდებარეობა, ადგილობრივი რესურსები თუ თავად ფერმების მახასიათებლები. მაგალითად, განსხვავებულია მიდგომა იმ ფერმებს შორის, რომელთაგან ერთს 10,000 სული საქონელი ჰყავს და მეორეს მხოლოდ 5 ძროხა. hospodářství, kde je 5 kráv, že jo. ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ შეახსენა წევრ ქვეყნებს, რომ გადაუდებელი ზომები მუდმივად უნდა ტარდებოდეს და იცვლებოდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.